საღამოშვიდობის ისევ და ისევ გარესჩას ულამაზესი უდაბნოდან მოგესალმებით. ადამიანებს ყველას ალბათ უკლებლივ ძალიან აწუხებს დაკარგვა, როდესაც რაღაცას კარგავს. მე პირადად ესეთი თვისება მაქვს, რაღაცა ნემსიც რო დავკარგო, ეს ანამ არ ვიპოვი, არ ვიცი რაღაც ძალიან ცუდად გრძნობ თავს. ეს ალბათ ბუნებრივი არის ალბათ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე ერთი დიდი დანაკარგი არის. მატერიალურს გულისხმობ, მატერიალური ხრივ, თორე სულიერად შეიძლება შეიძინო და სულიერად პირიქით უნდა იყოს, ანუ დაბადებიდან დაწყებული უნდა გამდიდრდე, უნდა შეიძინო არამატერიალური სიმდიდრე, ეს იქნება პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერი სიმდიდრეა, მერე გონებრივიც, პრინციპში ერთმანეთთან კავშირში არის. არც ერთი წამი არ უნდა, სულ მაგას ვიძახი, რომ არც ერთი წამი არ უნდა დაკარგო უაზროდ. ყოველი წამი ძალიან ძვირფასი არის, როგორც თუ არ ვცდები სენეკა ამბობს, რომ თუ ადამიანი სწორედ გამოიყენებს იმ დროს, რაც მოგვეცა, ცხოვრება სულაც არ არის ხანმოკლე. ხანმოკლე არის მაშინ, როდესაც არ ვიცი ფლანგავ ამ ყველაზე დიდ სიმდიდრეს დროს გაფლანგავ არაფერში, მაშინ რა თქმა უნდა ხანმოკლე იქნება. იმიტომ რომ ცხოვრება დრო მოგვეცა ჩვენ განვითარებისთვის, შემეცნებისთვის, სულიერი ზრდისთვის და როცა ამას არ იყენებ, ის ზოგი ისე იბადება, რომ ფაქტიურად ემბრიონშივე დაბადებისთანავე მკვდარია, ზოგი ისე გამლის წუთის სოფელს, რომ მას ფაქტიურად არ უცხოვრია, იმიტომ რომ როგორც პირუტყვი ჭამდა, სვავდა და ასე შემდეგ. ხო, აი რაც დაუბრუნდები ისე მატერიას, რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი დავკარგე უკვე, 40 გადავწდი, 40 წელიწადს და არ არის ახლა ისეთი ასაკი, უკვე რაღაცეები შემეხო. მე კი არა ბავშვობიდან ადამიანი, ბავშვობაშიც კი კარგავს ახლობელ ადამიანებს და რაღაცეებს და 40 წლის ასაკი უკვე ესეთი. ბევრი დავკარგე, მაგრამ არის ესეთი არ მახსოვს ზუსტად თუ არ ვცდები აღმოსავლური სიბრძნე არის, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. თუ შენ რაღაცა დაკარგე, გიხარდეს რომ დაკარგე მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მცირედი. თუ დაკარგე ბევრი დაკარგე, მაინც გიხარდეს რომ ყველაფერი არ დაგიკარგავს და რაღაც დაგრჩა. და თუ დაკარგე, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი დაკარგე, მაშინ ესეც სასიხარულოა, რომ უკვე დასაკარგი აღარაფერი არ გაქვს. ეს ისევ და ისევ როცა ეხება საქმე მატერიალურ მხარეს, თორე ხა მატერიალური არის, თუნდაც აი ახლობლები ხო, ანუ ხა ახლობელი ადამიანების, ასე ვთქვათ, ფიზიკურ მხარეს სხეულს გულისხმობ, თორე ისინი რა თქმა უნდა აგრძელებენ ცხოვრებას უბრალოდ უკვე ქვეყნად. ამასაც ეხება, ანუ თუ დაკარგავ ახლობელ ადამიანს, ზოგ ადამიანს ისედაც ვკარგავთ, ანუ შეიძლება არ მოკვდეს, მაგრამ უბრალოდ დავკარგოთ ახლობელი ადამიანი რაღაც მიზეზთა გამო, ასე ვთქვათ, წავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან, გავიდეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრების მიღმა, ან ჩვენ გამოვიდეთ, ესეც ხდება ხოლმე. მაგრამ ყოველთვის უნდა გიხარდეს, რომ რაღაც დაგრჩა. და თუ მართლაც ახლა ყველა ადამიანი დაკარგე, ბოლოს ადამიანი კარგავს საკუთარ თავს, როგორც ფხისტყაოსანში არის გენიალური ფრაზა, თუ თავი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენებიო, როგორც როდესაც
როსტევანი მეფე ამბობს ავთანდილზე, როცა წაიკითხავს მის დატოვებულ ანდერძს, როდესაც მისი წასვლის ამბავს შეიტყობს, ასე არის, ბოლოს ჩვენი თავი ხო მაინც გვახლავს და ეს უნდა გვიხაროდეს და თუ ჩვენი თავის დავკარგეთ უკვე, მორჩა დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და გადავდივართ უკვე მარადიულ ცხოვრებაში. და ესეც სასიხარულოა, რა თქმა უნდა. სასიხარულოა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, თუ ეს დრო, რაც მოგვეცა, გამოვიყენეთ დანიშნულებისამებრ. არ ვიცი, აი ადრეც მქონდა მე სხვათა შორის ყოველთვის მქონდა ეს განცდა დროის დაკარგვის ალასინეთ მამაჩემთან საუბრობთ და ეს ჩემეული დროის აღქმა ასეთი არის, რომ დრო მართლაც აი მას შემდეგ რაც ეს აღარ მახსოვს როდის გავეცანი სენეკას, მაგრამ ანუ ეს აზრი რომ გავიგე რომ განვლილი, სწორად განვლილი დრო არის საკმაოდ ასე ვთქვათ ბევრი წუთი სოფლის, ეს ხანმოკლე წუთი სოფლის, სწორედ თუ გაიარეს დრო საკმარისი არის და საკმაოდ ბევრია. ჩემთვის ასე არის, იმიტომ აი დრო შეგვიძლია გადავაქციოთ ჩვენ უკვე რაღაც დრო შეგვიძლია ასე ვთქვათ დავტვირთოთ, შევაჩეროთ, მხოლოდ და მხოლოდ ცოდნით. მე თუ ვთქვათ დღის განმავლობაში რაღაცა შევისწავლე, სახარების რაღაცა ეპიზოდი შევისწავლე, არ ვიცოდი. ან ვიცოდი, მაგრამ უფრო ღრმად შევისწავლე, ან რაღაცა წიგნი წავიკითხე. ეს განვლილი დრო იტვირთება, მე დავტვირთე ეს დრო რაღაცა ინფორმაციით. ანუ ეს დრო ჩემთვის უკვე ჩემში დარჩა ეს დრო. ზუსტად აი ჩემეული ახსნა მე არ სადაც ამიკითხავს ამ ფილოსოფიური აზრის დროსთან დაკავშირებით ახსნა, მაგრამ ეს ჩემეული ახსნა არის, რომ ჩვენ თუ დროს, ასე იგი, მიზან მიმართულად გამოვიყენებთ, ეს დრო რჩება და ჩერდება. ხოლო თუ გაიარა დღე ისე რომ ასე ვთქვათ ტახტზე კოტრიალის მეტი არაფერი არ გავიკეთებია, ეს დრო რა თქმა უნდა გაქრა. ეს დრო გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენ ეს არ გვიცხოვრია ფაქტიურად, იმიტომ რომ ჩვენ ჭამას და საჭვლის მონელებას მოვანდომეთ ეს დღე. მოხვდებით, ეს არის ტრაღიზმი. ზუსტად ამაზე არის საუბარი. თუ ასე გაატარეთ ცხოვრება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მილიარდი წელი რო იცოცხლო, მაინც წუთი და წამი იქნება შენთვის ეს ცხოვრება. ხოლო შეიძლება იცოცხლო აი როგორც გურამიშვილმა ლადო ასათიანმა საკმაოდ ხანმოკლე ცხოვრება გამლეს, ხო? ორივე, მაგრამ რამხელა სისავსე დატოვეს, ხო? რამხელათი შეავსეს, ვიტყვენ ეს სივრცე. აი როცა ამ სახელს რო ახსენებ, თითქოს რაღაცა სივრცე შევსებულია სივრცე, ხო? ასე არის ზუსტად ეს დროის ფენომენი ჩემი აზრით. რატო იზახიან, რომ აი დრო აჩქარდა, ხო? ანუ დროის როგორ ვთქვა, დრო აჩქარდა, იმიტომ რომ უფრო ადამიანები სამწუხაროდ დროს უფრო ფუჭად ფლანგავენ, ასე ვთქვა, მთელი დღე ესე თითის მოძრაობაში გადის. მე გამახსენდა უცებ ხა ჩვენი ისტორიის მასწავლებელი, როდესაც რაღაც ევოლუციის მაშინ იყო, არ ვიცი ხა ის წიგნი ისწავლება ისტორიის წიგნში იყო, რომ აი ადამიანი ცერათითი რო განუვითარდა, მე ამ ცერათითის განვითარებას უკვე რაღაცა ეს გარდამტეხი მომენტი იყო. ახლა მოკლედ ეს ცერათითი ისე გაუნვითარდა ზოგს, რომ მთელი ძალა ამ ცერათითში არის გადასული. ეს რა თქმა უნდა ირონიულად და ტრაგიკული არის, ეს სასაცილო ნამდვილად არის დღევანდელი ყოფა ცხოვრება და ამ თითის მოძრაობაში ისე გადის დღე, რომ რაღაც ერთი სასარგებლო ინფორმაცია არ შედის ტვინში პირიქით. ანუ ტვინის დალპობას უთმობთ ამ დროს, რაც მოცემული გვაქვს დილიდან საღამომდე. ტვინის დალპობაზე ვაჟა-ფშაველას სიტყვა გამახსენდა, რომ აღარ მახსოვს ზუსტად ეს რა კონტექსტში ამბობს, რაღაცა თემაზე მსჯელობს და ამას ადამიანი მარტივად მიხვდებაო, თუ მისი ტვინიო
ქუჩაში აკრეფილი სწავლა მოძღვრებით არ არის დამპალიო და თქვენ წარმოგიდგენთ ქუჩაში აკრეფილი სწავლა მოძღვრება გაცილებით ჯანსაღია ხო ეხლა რასაც ეს გვაწვდის პირდაპირ მზამზარეულს ეს სამზარეული კონტენტი მოდის ამ თითის ასმას არას უყურებს გამოთვლას ახდენს ეს ალგორითმი რაც არის ჩადებული თქვა Facebook-ი იქნება და სხვადასხვა პლატფორმა და გვაწვდის ზუსტად იმას რომ ეს თითი ამოძრავოთ მოკლედ თელი და ეს არის ტრაგიზმი ხო რას მოკლე ვიდეოს ჩაწერა მინდოდა ამ დაკარგვასთან და დროსთან დაკავშირებით ცოტა შეიძლება გრძელი გამომივიდა მაგრამ მართლა ძალიან აი არ ვიცი აი ზოგს შეიძლება გონია რომ მე რაღაცა არ ვიცი ვერთობი და იმიტომ რომ ადრე თქვეს რომ რაღაცა მაგით ვერთობიო და რაღაცა ვიდეოებს რო წერო მაგრამ მართლა როგორ სიგიჟემდე მინდა რომ რა ვთქვა რომ ყველა ქართველმა საქართველოში მცხოვრებმა ჟანდაბას თუნდაც არ იყოს ქართველი რაღაცა ამ სოციუმის წევრი ხო არის რაღაცნაირად ეს დრო გამოიყენოს ჯანსაღად და ჯანსაღი საზოგადოება იყოს ჩემს გარშემო. განა იმიტომ რომ მე კომფორტულად ვიგრძნო თავი, მე ისედაც შევიქნი ჩემ კომფორტს. ისეთი ბავშვობიდან ესეთი პიროვნება, ბავშვობიდან მქონდა ეს ხასიათი. შევძრებოდი ხოლმე მაგიდის ქვეშ, ჩამოფარებული, გადასაფარებელი რო ქონდა ისეთი მაგიდის ქვეშ და რაღაცებს ზერწავდი ჩემთვის პლასტელინით. არ ვიცი რა ქვია ამას. ახლა პლასტელინის ვეძახდი, შეიძლება სხვა ქართულად სხვანაირად ქვია. ხო და მე მაინც შევიქნი, მაგრამ უბრალოდ აი რატომღაც მინდა რომ არ ვიცი, მოთხოვნილებაა ეს ქვეყანა სადაც ცხოვრობ გინდა ადამიანს ალბათ ნორმალურ მეტნაკლებად ნორმალურ ადამიანს რომ ჯანსაღი იყოს. კარგი დაგემშვიდობებით, მოკლედ გაჩვენეთ კიდე სიმყუდროს ერთმა მანქანამ ჩამიარა, მაგრამ არა უშავს.